დანაშაულის პრევენციის ცენტრში ახალგაზრდული კვირეული გრძელდება. პროექტით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში 13-14 წლის მოზარდები სხვადასხვა სახის გასართობ შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობენ. კვირეულში თანატოლებთან დანაშაულის პრევენციის ცენტრის 20 ბენეფიციარია ჩართული. ორგანიზატორთა განცხადებით ინიციატივის მიზანია აქტიური მოქალაქეობისა და არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია. ბავშვი და ახალგაზრდების ეროვნული ცენტრის ახალგაზრდული კვირეულში 23 დანაშაულის პრევენციის ცენტრის 20 ბენეფიციარი ჩაერთო. მადლობა მინდა უთხრა ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ამ პროგრამის რომლის დატვირთულია შემეცნებით გასართობი ღონისძიებებით, რომელიც არაფორმალურ განათლებაზე, სოციალურ და პიროვნული უნარების ამაღლებაზეა მიმართული. მოხარულებრივად, რომ ამ პროექტში ჩართული არის დანაშაულის პრევენციის ცენტრი, ჩვენი მიზანია, რომ ბავშვებმა აქტიურად ერთმანეთთან ურთიერთობა დაამყაროს, ბევრი რამე მისწავლოს იმის შესახებ, თუ არ არის სამოქალაქო აქტივობა, მათი მოქალაქეობრივი ვალდებულება და ინტეგრირებულად იყვნენ საზოგადოებაში და იყვნენ ის მოხალისეები და ის აქტიური მოქალაქეები, რომელიც დემოკრატიის განვითარების გზაზე ჩვენ სახელმწიფოს ძალიან ჭირდება.